დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წამში გიყვებით. თბილისის მერი ირწმუნება, რომ პოლიტიკური სპეკულაცია თითქოს მერის თანამშრომელი გიგო სოფრომაძეს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. კახა კალაძის თქმით, სოფრომაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში აღარ დადგა. აზერბაიჯანი კარანტინის რეჟიმს 2025 წლის 1 აპრილამდე ახანგრძლივებს, შესაბამისად, აზერბაიჯანის საქართველოს სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება. საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა, წელიწად ნახევარია ეს პოსტი ვაკანტურია. მას შემდეგ, რაც შარშან ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. პანამა არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნის შესაბამისად პანამის არხში ამერიკული გემების გავლის საფასურის შემცირებას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინიომ განაცხადა. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმის კურსი ეთერში აგრძელებს მუშაობას. მე შუშუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს წარმოგიდგენთ. რესპუბლიკელი პოლიტიკოსი იმიტომ გააქტიურეს, რომ შეიქმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ასე ეხმაურება ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დასაწყებად მზად არის. მისივე თქმით, ის ჯო უილსონის გუშინდელ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა. როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები იკეთება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება ხოლმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, იმიტომ გააქტიურეს კონკრეტულად რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ შექმნას ვიღაცამ აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაცვლილი, ჩვენ თავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომლებიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემოხვედრილი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კი გუშინ სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს რამდენჯერმე მიმართა ტრამპმა ნათელი გახადა, რა პოზიცია აქვს ამერიკის თვით გამოცხადებულ მტრებზე, თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს უნდა ელოდოს პასუხს, როგორცაც ვერასდროს წარმოიდგენდა დაწერა ჯო უილსონმა ბიზნესის მზადხარ სანქციებისთვის. ასეთ კითხვას შეიცავდა ამერიკელი კონგრესმენის კიდევ ერთი პოსტი. უილსონი ასევე წერს, რომ ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიზინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. მისი თქმით, თუ ასე მოხდება, ამერიკამ საქართველოსთვის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად კი დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების უკვე 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა. ორგანიზაციის თანახმად მათგან 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა. ის მაგნიტსკის სიაშია შეყვანილი. მაგნიტსკის სიაში მოხდა ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძეც ამერიკულ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 4 მაღალჩინოსან სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. აწყისი და მყისიერი ეფექტი ინდივიდებზე შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სანქცია თავად ისეთი სიტყვაა, რომ მაკროეკონომიკურად უკვე ბევრ ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ჩვენ რაზეც დღეს უნდა ვიფიქროთ არის, რომ ამ სანქციების მიღმა რადგას ეს რას შეიძლება უწყოდეს ინდივიდუალურ დონეზე დაწყებული სანქცია ხვალთუზე შეიძლება აისახოს იმაში და უფრო დიდი პრობლემა სწორედ იმაშია, თუ კი ჩვენ ამ შემთხვევაში დავუშვათ ევროპულ თუ დასავლურ სამყაროს ჩამოვცილდებით, გავირიყებით მისგან და თქვენ ახსენეთ გერმანიის გადაწყვეტილება, რომ ის პროექტები შეაჩეროს 200 მილიონზე მეტი ღირებულის პროექტზე საუბარი, ხო, ინფრასტრუქტურული პროექტები.
ეს მესიჯი ბუნებრივია სხვა თანდევ ჯაჭვის ეფექტებით, სხვა მოვლენებსაც გადაეცემა, სხვა ქვეყნებზეც გადავა და სხვა ინვესტორს თუ სხვა ასე ვთქვათ დამფინანსებასაც იგივე აპეტიტს აღუძრავს და საბოლოო ჯამში ამით დიდი მოლოდინა რომ ჩვენ ვერ ვიხეირებთ და პირიქით რა თქმა უნდა ზარალის ქვეშ აღმოჩნდებით. ტურიზმის ბიზნესის 221 ორგანიზაცია აცხადებს, რომ 1-დან 14 დეკემბრის ჩათვლით მათი ჯამური ზარალი 5 მილიონი ლარია. მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და შექმნილი არასტაბილურობა. გამოწვევები აქვთ გიდებს, კვების ობიექტებს, სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს და ყველას, ვინც ამ დარგში ოპერირებს. ბორჯომში მდებარე სასტუმრო განთიადის დამფუძნებელი BMG-სთან ამბობს, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ჯავშნები გაუქმდათ. დიანა ჩომახაშვილის განცხადებით, ჯავშნები საახალწლო დღეებზე არის, თუმცა მხოლოდ ქართველები და სომხეთის მოქალაქეების მხრიდან. სეგმენტი, რომელიც ასეთ ვიճის სტაბილური იყო, შედარებით შემცირდა. განსაკუთრებით, როგორც იცით, ამ პერიოდის შემდეგ, 28 ნოემბრის შემდეგ, განსაკუთრებით შეინიშნა ჯავშნების გაუქმებაც, შემცირებაც. რაც შეეხება უკვე მომავალ პერიოდს, შედარებით დაწვრთული გვაქვს ახალი წლის პერიოდი და შემდეგ არდებეკები, რადგან, როგორც იცით, ისეთი დრო არის, როდესაც ბავშვებს სალიათ, არის დღესასწაულები და ოჯახები ცდილობენ თოლში და ესეთ გარემოში გაატარონ გაშენების დღეები. 90% არის ქართველი, ყავს სომეხი ტურისტები ახალი წლის პერიოდზე მხოლოდ. საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით დოკუმენტაციის მიღებამ 20 იანვრამდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ წელიწად ნახევარია სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტურია, მას შემდეგ რაც შარშან ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, რის შემდეგაც დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი 2025 წლის 1 მაისიდან გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი. ცნობისთვის საპენსიო სააგენტოს ასევე გამოცხადებული აქვს ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი, კერძოდ 2025 წლის 1 მაისიდან არსებული საინვესტიციო და სამართალყურიო საბჭოები უქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან საპენსიო სააგენტოს სახელწოდება საქართველოს საპენსიო ფონდი გახდება. ინფექციურმა საავადმყოფომ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თენგის ცერცვადის სახელობის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულმა ცენტრმა გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, შედეგად საავადმყოფოს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება. ცნობისთვის, თბილისის განახლებული ინფექციური საავადმყოფომ წელიწადნახევრის დაგვიანებით 2 თვის წინ გაიხსნა საავადმყოფოს ახალი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 90 მილიონი ლარი დაჯდა. ორი თვე ქონდა ჩვენ დრო იმისთვის, რომ მომზადებულიყავით და ეს კაპექიუს საერთაშორისო აკრედიტაცია მოგვეპოვებინა. მე მინდა მიულოცო როგორც ჩემს კოლექტივს, ჯანმრთელობის სამინისტროს და მთელ საქართველოს, რომ არის ასეთი დაწესებულება, სადაც ასე ერთობლივი გუნდი არაჩვეულებრივად მუშაობს. აუდიტი ჩატარდა გერმანული აუდიტორიული კომპანია KTQ's მიერ, რომელთა წარმომადგენლებმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის და აპარატურის მქონე ინფრასტრუქტურას, ჰოსპიტალის მენეჯმენტს, პაციენტების და თანამშრომლების უსაფრთხოებას. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. ჩვენ ერთმანეთს 15 საათსა და 30 წუთში ვხვდებით დროებით.